აი ესე გამოიყურება. აი ხა ის ერთი მანქანა რაც დაიტვირთა. ახლა ეს ჩვენი მასა. ჩვენ ახლა მოვედით ჩვენს სიმინდის ნაკვეთში, უკვე დაწყებული გვაქვს სასილოსე სიმინდის აღების პროცესი და აი ხაც თუ გაიხედავთ კადრში ჩანს კიდეც როგორ მიმდინარეობს სასილოსე სიმინდის აღების პროცესი. კომბაინი ჯერ შორს არის და შეიძლება კარგად არ ჩანდეს, მაგრამ ახლოს როცა მოვა უკეთესად გაჩვენებთ. მანამდე მოდი შევხედოთ როგორ გამოიყურება ჩვენი სასილოსე სიმინდი. აი ეს არის სასილოსე სიმინდი. სიმინდს რაც მეტი ტარო ექნება, მით უკეთესი, რადგან საბოლოო ჯამში სილოსში მით მეტი მარცვალი გვექნება. ეხლა უკვე გვიახლოვდება, აი მოდი გავხედოთ. მოდის. შეხედეთ, როგორი მწვანედ აღებულია. მე ახლოდანაც გაჩვენებთ თვითონ მასა როგორ გამოიყურება. ჩვენ ახლა ვართ ლომთაგორას სიმინდის ნაკვეთში, მანამდე არ გუთქვამს, მაგრამ სწორედ ლომთაგორა არის ის ფირმა, რომელიც გვამარაგებს სასილოსე სიმინდით და რომლითაც შემდეგ ვაწარმოებთ უკვე სილოს. ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება თან ბატონი ირაკლი რეხვიაშვილი. გამარჯობა ბატონო ირაკლი. ირაკლი რეხვიაშვილი არის სელექციონერი ფირმა ლომთაგორასი. თქვენთან გვექნება რამდენიმე შეკითხვა, რაც ჩვენს გამომწერებს და ზოგადად სილოსის მომხმარებლებს აინტერესებთ ხოლმე ძირითადად. აი ამაზე თუ შეგიძლიათ რომ გაგვესაუბროთ და ორიოდე სიტყვით აგვიხსნათ ამ ყველაფრის მნიშვნელობა. სიამოვნებით მივესალმებით გამომწერებს. სიმინდის სასილოსე მასის აღებას ჩვენ ვაწარმოებთ ენიანობის ისე 65-70% ფარგლებში. ასევე იმ ფაზაში, როდესაც ძისებურიდან გადადის სიმწიფეში, სრულ სიმწიფეში, როდესაც იწყება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ფაზა, როცა შენარჩუნებულია ის ყებითი ღირებულებანი, რომელიც კი სჭირდება ცხოველებს. რაც შეეხება თვითონ აი ამ სიმინდის მასას, სიხშირე გვაქვს 70,000-დან 80,000-მდე სიხშირე და მისი მასა ჰექტრიდან წარმოადგენს 60 ტონის ფარგლებში. ჰექტარზე 60 ტონის ფარგლებში და მეტიც. ასევე ჩვენ აღებას ვაწარმოებთ კომბაინ იაგუარის საშუალებით, რომელსაც აქვს სპეციალიზირებული ბაქტერიების შემტანი და ასევე საჭყლეტი მექანიზმი, სიმინდის მარცვლის საჭყლეტი მექანიზმი. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ხარისხის სილოსის სასილოსე მასის ხარისხისათვის. ასევე ჩვენ შერჩეული გვაქვს მისი დაკუცმაცების ზომა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო ცხოველისთვის უფრო მისაღები იყოს. აი ეს ბაქტერია არის რძემჟავადუხილის ბაქტერია და ასევე მას აქვს ის თვისება, რომ იცავს ტემპერატურულ რეჟიმს, არეგულირებს რაციას. მეცავალ კომბაინში და კიდევ უკეთესად გაჩვენებთ, როგორ ხდება თვითონ აი ეს აღების პროცესი. ახლა უკვე ვარ კომბაინში და აი ესე ხდება სასილოსე სიმინდის აღების პროცესი. აი ესე თან ვიღებთ სასილოსე სიმინდს და თან ეს ჩვენი კომბაინი მანქანაში ყრის დაკუცმაცებულ მასას. შეიძლება არ ჩანს კადრში, იმიტომ რომ შუშები ზოგადად სილოსის აღების პროცესში ისვრება ხოლმე და აი მოვიდა მეორე მანქანა, რომელიც ახლა აგრძელებს სასილოსე მასის შეგროვებას. აი ეს არის კომბაინის ჰედერი, რომელიც იღებს აი ამ სიმინდის მასას და აკუცმაცებს. ეხლა დაიტვირთა კიდევ ერთი მანქანა, ველოდებით მეორე მანქანას რომ მოვიდეს და გავაგრძელოთ აღების პროცესი. მანამდე გეტყვით, რომ ვისაც გაინტერესებდათ ხოლმე, რომ თქვენი სილოსიო სიმინდის მარცვლებს შეიცავს თუ არაო, კი შეიცავს. აი, ეხლაც რომ გავაგრძელებთ აღების პროცესს, თქვენი თვალით დაინახავთ ეს ჰედერი
როგორ აქცევს კომბაინის ქვეშ მთლიან ტაროს. შემდეგ ბუნებრივია ეს ტარო ფუცმაცდება. ეს უკვე უკან მოტოვებული ცარიელი სივრცე, სადაც მანამდე იყო სილოსი ეს სარკეში. ხედავთ, სადაც მანამდე იყო სიმინდი, ხო არის ცარიელი და ამის გვაში მოვიდა უკვე მეორე მანქანაც, რომელიც უნდა ავავსოთ სასილოსე სიმინდის მასით. შემდეგ ეს მანქანა უკვე წავა ორმოში და ჩვენი ორმო შეივსება სილოსით. უკვე ამუშავდა კომბაინი. დაინახეთ, ჰედერიც ჩაერთო. ეს იზამს ჰედერი. როგორ შემოაქვს ტაროები. მაგალითად დაიტვირთა კიდევ ერთი მანქანა სასილოსე მასით, რომელიც ახლა მიემართება სასილოსე ორმოსკენ, სადაც უნდა შევინახოთ ეს ჩვენი მასა. ეხლა ჩვენ ვართ სასილოსე ორმოსკენ. აი ესე გამოიყურება ჩვენი სასილოსე მასა. აი ხედავთ დაჭყლეტილ დაქუცმაცებულ სიმინდის მარცვლებს სასილოსე მასაში. ბატონო ირაკლი, ეს პროცესი თვითონ როგორ მიმდინარეობს? აქ იშლება ფენებად, დიახ. იტკეპნება. დიახ. დასხურებულია უკვე ყველაფერი, მომზადებულია ეს მასა, იმისთვის რომ მოხდეს სასილოსების პროცესი, ანაერობული პროცესი. იტკეპნება და შემდეგ ეს დაიფარება ფიქის ეკრანი. იმის შემდეგ რაც დაიფარება აი ამ პოლიეთილენის საშუალებით. ეს შესაძლებლობას მოხდათ რამოდენიმე წლის განმავლობაში შევინახოთ, მაგრამ არ ვინახება, იმიტომ რომ ჩვენ სასილოსე მასას აქვს ძალიან დიდი მოწყობილება და დიდი ერთი სეზონი შევინახოთ. მეტი ვერა, იმიტომ რომ გაიყიდება წავა.